ბრიტანული სამზარეულოდან ყველაზე ცნობილი კერძი fish and chips. შემწვარი თევზი, შემწვარ კარტოფილთან ერთად. მე მოვამზადებ ძველი რეცეპტით, ანუ შემწვარ თევზს მოხარშულ კარტოფილთან ერთად. მზადდება ძალიან მარტივად. მჭირდება მაღალი ცეცხლი, ზეთი დაახლოებით 70-100 მილილიტრი. თევზი თქვენ გემოვნებაზეა დამოკიდებული, კალმახი, ორაგული, რომელიც გნებავთ, მაგრამ მნიშვნელოვანი ბრიტანული რეცეპტით მზადდება ყოველთვის ზღვის თევზისგან. ამ შემთხვევაში მე ვიყენებ ხეკს, რომელიც არის ძალიან ხორციანი და ნაკლებად ფხიანი. მარტივად ჩავჭრი, ზეთი ცხელია. მარილი გემოვნებით. ხეკს როგორც სხვა ზღვის თევზს დიდხანს შეწვა არ სჭირდება. გავაგრძელებ, სჭირდება соуსი, ეს არის მაიონეზი, კაპერსი. соуსის მოსამზადებლად ჩვენ გვჭირდება 100 მილილიტრი დაახლოებით მაიონეზი, 30 გრამი კაპერსი, 1 ჩაისქოლზე ლიმნის წვენი. კარგად ამოურევ. შემიძლია ცოტა კაპერსი დაუმატო. თევზის соуსი მზად არის. გავაგრძელებ მომზადებას, კარტოფილი მზადდება ძველი რეცეპტით, დამწვარი კარაქით. ისევ და ისევ მჭირდება ცეცხლი. ვლომად კარაქი, დაახლოებით 100 გრამი. ცოტათი ზეთი. და რა თქმა უნდა, კუბებად დაჭრილი კარტოფილი. კარტოფილი უკვე მოხარშული მაქვს. დიდი კუბები სასურველია. ამოვატრიალებ თევზს. კარაქი უნდა დაიწვას, უნდა გახდეს ყავისფერი. ამასობაში კარტოფილს გადავიღებ ცალკე თევზზე და დავჭრი ხახვს. შეცვისას თევზს სჭირდება ხახვი. 1 თავი ხახვი. ნახევარმთვარეებად დაჭრილი. ამასობაში კარაქი უკვე დაიწვა, გახდა ყავისფერი. შემიძლია უკვე კარტოფილიც მოვათავსო. მოხარშული კარტოფილი კარგად უნდა დაიბრატოს დამწვარ კარაქში, რა თქმა უნდა, მარილი გემოვნებით. ამოურევ. დროა უკვე ხახვი ჩავყარო. ხახვს როგორც კი ჩავყვით, ცოტა ოდენი ძმარი, როგორც თევზს, ისევე კარტოფილს. შვენიერი. დამწვარი ძმარი თვალებს გიწვავს. თევზის და კარტოფილის მზად არის. და დროა ავაწყო თევზში ოჯახურად. დავიწყებ თევზით. შემდეგ კარტოფილი. კარაქში გემრიელად დაიბრაცა მოხარშული კარტოფილი. ხავს კარტოფილს მოვაყრი, თევზის არომატით. ცოტა ქინძი, მარტივად.
ფოთლები. კაპერსის соуსი მაიონეზთან ერთად. ძველი ბრიტანული ტრადიციით მომზადებული თევზი კარტოფილთან ერთად მზად არის.